მე მინდა გითხრათ, რომ ეგოიზმი შეიძლება დაიდრგუნოს სოციალური კანონებით და იურიდიული არტახებით, მაგრამ ეგოიზმი არასოდეს მოკვდება იურიდიული და სოციალური კანონებით. ეგოიზმის ერთადერთი გამანადგურებელი ეს არის ქრისტე ჩვენში. თუ ჩვენში ქრისტე არ დამკვიდრდა, მაშინ ჩვენ ვერ რეალიზდებით როგორც პიროვნებები. ჩვენ ვერ გამოვდივართ ჩვენი ინდივიდუალურობის საზღვრებიდან. სულ მე, ჩემი სიმართლე, ჩემი ნება, მე როგორც ხედავ და თუ ადამიანი პიროვნულ ცხოვრებას იწყებს, თუ ჩვენში პიროვნების რეალიზება დაიწყება და ამას გვასწავლის ჩვენში არსებული ღმერთი, თუ ჩვენ მას გული გავუხსენით, მე აღმოვაჩენთ, რომ არამედ შენ როგორ გინდა საყვარელო. შენ რა გესიამოვნება, შენ რა გაგიხარდება. სოლქრობაში თავიდან არის ხოლმე და ბიჭო გოგო უყვარს თავიდან არის ეს, იმიტომ რომ იქ დასაწყისში რომანტიკულ სიყვარულში მზაობა აქვს, თუ ერთმანეთისათვის თავის კი გაწირონ. და მერე უკვე ეს რომანტიზმი რო ცოტა დაიკლებს, ეს ეგოიზმი არსა და რომანტიზმი ეგოიზმს არ კლავს. და მერე ის კი არა, აბა შენ როგორ გაგიხარდება, აბა შენ როგორ გინდა. ეს მაგრამ თავიდან მე არის ხოლმე ჩანასახში. ბიჭი მოდის ცოლი მოვიყვანო აი ეს გოგონო რატო შეგიყვარდა იცი რა აი რამდენი ადამიანი მინახია და ეს რომ იგებს ესე ვერავინ ვერ მიგებს ვერონები ძირშივე ბოროტებას თესავ შვილო რას ქვია გიგებს შენ თუ გიფიქრია იმაზე რომ შენ გაუგო მას გესმით აი ეს პრობლემა არ გვარდება თავისთავად თუ ადამიანმა თავისი პიროვნულის რაც არის მთავარი ადამიანში პიროვნულობის გაძლიერება არ დაიწყო და პიროვნულობა შეუძლებელია ჩვენში წამოვიდეს წინ ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგოდ თუ ჩვენში ღმერთი არ იცხოვროს, იმიტომ რომ ღმერთი არის პიროვნება. პიროვნულობა ღმერთის, აი ისე როგორც თავისუფლება, ისე როგორც მარადიული სიცოცხლე, ისე როგორც მოაზროვნეობა, ეს არის პიროვნულობას არის ღმერთის თვისება. სხვა არაფერი პიროვნულობას არ ატარებს გარდა ღმერთისა. და ადამიანი იმდენად, რამდენადაც ღმერთს მიემსგავსება და ღმერთს მიუახლოვდება და ღმერთს გულს გაუხსნის. თორე თავისთავად ადამიანი პიროვნული, როგორც მეტყველება ყველა ადამიანს აქვს ჩანასახშივე. ბავშვი რო იბადება, მას მეტყველების უნარი აქვს, მაგრამ ვერ მეტყველებს. თუ ბავშვი გაიზარდა ცხოველებში 7-8 წლამდე, ნულიდან, ხო? ვეღარასოდეს ვეღარ იმეტყველებს. ბავშვი რო იბადება ვერ ხედავს. თუ ბავშვს გაჟდი რაღაც გარკვეულ დრომდე, არ ვიცი, რაღაც ასაკამდე, სრულ სიბნელეში მას ვეღარასოდეს დაინახავს. და თუ ადამიანს ასე იგი ეგოისტად აღზრდი და ყველა ნიადაგს შეუქმნი, რომ ეგოისტი იყოს ბოლომდე, ის ვერასოდეს პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. და ვერც ვერასოდეს ეგოისტი ვერასოდეს თავისუფალი ვერ იქნება. და აი ეს თვისებები, საღვთო თვისებები, ხო? ადამიანს ღმერთი ანიჭებს. და ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ პიროვნებებად ჩამოვყალიბდეთ, ოჯახი არის გადასარევის საშუალება. შენი ეგოიზმი არ გიქმნის დისკომფორტს, როგორც კი ცოლს მოიყვან, რომელიც გოგონას მოიყვან ცოლად, რომელიც გიყვარს და პირიქით, მე აღმოვაჩენ, რომ კი გიყვარს, მაგრამ ნერვებს გიშლის. და პირიქით იქიდანაც ესია. კი ესე იგი ზედამთვარი ამოგდიოდა, ფიქრობდი რომ აი რა ბედნიერი ვიქნები, რომ ქორწინდები და რაღაც ნერვებაშლი ხარ სახში მისვლა არ გინდა. და აღმოვაჩენ რომ მიზეზი შენი ეგოიზმია და თუ ამას ისიც აღმოვაჩენს შენი მეორე ნახევარი, მე დაფიქრდება ადამიანი, რატო ხდება ესე და თუ ქრისტიანები არიან, მიხვდებიან, იმიტომ რომ ეგოისტები არიან და დაიწყებენ ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას, რომელიც კლავს ჩვენში ეგოიზმს და წარმოაჩენს პიროვნულობას, რომელიც პიროვნულობის ერთ-ერთი თვისება მთავარი რა არის? პიროვნება კლდება სხვისთვის. პიროვნება გასცემს საკუთარ თავს თლიანად. გესმით? თლიანად. ქრისტიანობა ამას გვასწავლის. აი მაგალითად წირვის კულმინაცია როცა ხდება შენთაგან შენ და შემწირველნი. ნახეთ? მღვდელი ამბობს და მრევლიც მღვდელთან ერთად უნდა ამბობდეს ამას გულისხმის ყოფით, გულისხმის ყურით. წირვის დროს არც ერთ სიტყვა არ უნდა გამოგეპაროთ. წირვაზე გარინდებულები უნდა იდგეთ, გარინდებულები. იმიტომ რომ თქვენი ლოცვა უნდა შეუერთდეს მღვდლის ლოცვას და ეს უნდა აღიწიოს დიდი მღვდელმთავრის საყდრამდე, ანუ ქრისტემდე. და შენთაგან იცით რას ნიშნავს? რაც გვაქვს ჩვენ ყველაფერი, შენგან არის, ანუ ყველაფერი რაც მე მაქვს, ხო, შენგან მოცემულია. და რას ვაკეთებ მე? იმისათვის რომ მე შენ სისხლსა და ხორცს ვეზიარო, იმისათვის რომ შენ შეგიერთე, ამის წინაპირობა რა არის? დაგემსგავსო რითი? უკიდურესი თავდაბლობით და საკუთარი თავის ბოლომდე გაღების უნარით. ამიტომ ღმერთს ვეუბნებით რომ
რაც მე მაქვს ყველაფერი შენგან არის და სიცოცხლის ჩათვლი გული რო გიცემს განა ღმერთის ხელში არ არის განა მან არ მოგცა ეს ყველაფერი რაც მე მაქვს ყველაფერს უკანვე გიძღვნის შენ მადლიერების გამო ღმერთო დამბადე ღმერთო გამაჩინე ღმერთო სიცოცხლე მომეცი ყველაფერს დაგიბრუნებ უკვე ეს არის მოწამეობრივი ცხოვრება ყველაფერს უკან გაძლევ შენ რომ და ვიცი ამას რა მოყვება შენთან ზიარება მოყვება ანუ შენთან მარადიული მყოფობა მოყვება გესმით რა შეასაქმე და ეს ისწავლება მოყვასთან ურთიერთობაში იმიტომ რომ ღმერთს ხო ჯერ ვერ ხედავ ჯერ ხო ღმერთს არ იცნობ მოყვასთან ურთიერთობაში ისწავლება და ყველაზე ძალიან ისწავლება ცოლთან ქმრისაგან ქმართან ცოლისაგან და მონასტერში ერთმანეთისაგან იქ ისწავლება ყველაზე მეტად აი ეს არის ქრისტიანული ოჯახი